გამარჯობათ. ჩაწერა გაითიშა და არ ვშლი თავიდან მაგრძელებ გაშლას. მინდა გითხრათ, რომ სასიყვარულო გაშლა არის. იდენტიფიკატორად ამოვიღე ქალი და მამაკაცი, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი თავი. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ კაცი და თქვენი პარტნიორი. მთავარ არკანებში. პირველი არკანი ამოვიდა წიგნი, რაც აღნიშნე, რომ იმას ნიშნავს, რომ ეხლა რაც იშლება, ეს არის კარმული პარტნიორები. ასევე რაც თქვი და წაიშალა, ეს არის რომ გამოიწეროთ არხი. გულისწყეთა გამოვხატე, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი უყურებს გამოწერის გარეშე. სამყაროში არაფერი არ არის უფასო, ყველაფრისთვის უნდა გადაიხადოთ და მე მგონი ძალიან კარგია თქვენთვისვე, რომ გამოწერით გადაიხადოთ და არა სხვა რამით. გამოწერეთ, თუ გამოწერილი გაქვთ და ლაიქეთ, რომ ვალში არ დარჩეთ ამ ენერგიებთან. მაშას, როგორც თქვი, გაშლა დაიწყო წიგნის არკანით. რაც ნიშნავს იმას, რომ კარმულია ეს სასიყვარულო გაშლა და ჩანს, რომ ეს ურთიერთობა ადამიანმა არსებულმა პიროვნებამ ძალიან არია და დარია. ანუ მესამე პირის შემოსვლით გაფუჭდა ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა. თუმცა კაფეად ჩანს ძალიან, რომ ძალიან დიდი სიყვარულია ამ ორ ადამიანს შორის, მაგრამ აი ნახეთ, გზები გაიყო. მათი გზები არის გაყოფილი და ქალს ძალიან დიდი ტკივილი აქვს მიყენებული, ტრავმა შეიძლება ითქვას და ბევრი გაუგებრობა არის, ქაოსი არის, ტკივილი, ნერვიულობა, წენა, ცრემლი ამ ურთიერთობაში. სპეციალურად დავეხმარა ასეთ მაგიურ კოს, რომელიც არის ძალიან ძლიერი ამულეტი, ცხადია თუ გააქტიურდება ის. მე თუ მკითხავთ, ყველა გოგონას უნდა ქონდეს ეს თავის საძინებელში, სიყვარულის მოსაზიდად, თუ ბარაქის მოსაზიდად. ვაგრძელებ გაშლას. ქალია ძალიან დაზარალებული ამ ურთიერთობაში, ბევრი წენა, აი მე შევეცდები რომ გაჩვენოთ. აი ვის გამო? სხვა ქალის გამო, რომელიც მიზან მიმართულად ჩაერია და ჩაჭრა. აი არ ვიცი, ეს რმა სიყვარული, მე მინდა დაგანახოთ. ნახე როგორი ჯვარი აქვს დადებული და როგორი ბოცელილი აქვს ამ გველს. ეს სიყვარული. სამწუხაროდ არც პირველი, არც უკანასკნელი ასე ხდება ხოლმე. აი აქ ჩანს, რომ ძალიან დიდი დრო არის გასული, დიდი პაუზას ვიტყვი, თუმცა აქმა არის, რომ დასრულებულია, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო არის გასული ამ დიდი სიყვარულის და ამ სიყვარულში შესული ორი ადამიანის ურთიერთობაში დიდი წერტილი დაისვა. თუმცა ამ ქალმა ურთიერთობა დაანგრია, მაგრამ სიყვარული არის. სიყვარული არის და არის. ზე რომელიც დააბნელეს, ხო? სიხარულის, მათი ურთიერთობის, მათი კეთილდღეობის ეს მზე ამოდის. ძალიან გვიან, მაგრამ ამოდის ეს მზე და ახალი ენერგიებით შემოვა, ძლიერი, ნებიანი ენერგიით შემოვა და სტაბილურად შემოვა. ეხლა რას გულისხმობ შემოვა? შემოbrunება ჩანს ამ ურთიერთობის.
იმიტომ რომ მე თავიდანვე დავიწყე რომ ეს ურთიერთობა არის კარმული და აი ეს ციკლი დატრიალდა და აუცილებლად ისე მივლენ ეს ხალი და კაცი, გოგო თუ ბიჭი ერთმანეთთან. როგორ იქნება ეს კომუნიკაცია? კომუნიკაცია იქნება პირველად, ანუ პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება მიწერით, მოგწერთ, ჯერ მოგწერთ. აი ამის შემდეგ იქნება უკვე შეხვედრა. ამ ყველაფრის შემდეგ იქნება აუცილებლად შეხვედრა. თქვენ რომ არა ამ ქალბატონის ჩარევა, ამ მესამე პირის ჩარევა, თქვენ შექმნით ოჯახს. მაგრამ ეს არ მოხდა, ან გქონდათ შექმნილი ოჯახი, რადგან ეს საჯარო გაშლა, ამიტომ მე ვარიანტად ვამბობ და დაინგრა ეს ოჯახი. ესეთი მძიმე ღრმა ტრამული ისტორია არის. გამოჩნდება მოვა მამაკაცი, ძალიან მყარად, გაზრებული, სამწუხაროდ დიდი დრო დასჭირდა ამ ადამიანს, რომ გაეაზრებინა, გადაეხარშა მასაც ეს რაღაცა, რომ ეს არეულობა, ეს ქაოსი, ეს გაურკვევლობა, ხომ, ეს დაშორება, არც ისე ათვლი ყოფილა, რადგან უყვარდა ეს ქალი და უყვარს ეს ქალი და უყვარხართ თქვენ. აუცილებლად მოვა და იქნება რაღაცა მსგავსი სიყვარულის ახსნის, იქნება მონანიება, იქნება გულწრფელობა, იქნება ძალიან გულახდილის საუბრები თქვენ შორის. მესამე პირის ფაქტორი, როგორ გითხრათ, ეს მესამე პირი არსებობს, ხო? ანუ არსებობს რეალურად, მაგრამ ეს ფაქტორი უკვე აღარ არის. აღარანაირად აღარ არის ეს ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში მიძინებულია და არ ეჭობს თქვენზე. სიყვარული განახლდება. ემოციები განახლდება. ძალიან სწრაფად განვითარდება, იქნება შეხვედრები. აუცილებლად იქნება შეხვედრები. თუმცა მე მაინც ვხედავ, რომ ამ მესამე პირისგან დამალულად იქნება ის, რომ კიდე არ გააღვიძოთ ვულკანი, არ გააღვიძოთ ურჩხული, არ გააღვიძოთ მტერი. მაინც შეფარული, დამალული იქნება ეს ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ სამყაროდან დაცულობა აქვს ამ ურთიერთობას. ძალიან ბევრი ლამაზი დღე გელოდებათ ამ ადამიანთან და სინანული გაყვებათ, რომ დიდი დრო დაკარგეთ ლამაზი დღეებისთვის, წუთებისთვის, თვეებისთვის, შეიძლება წლებისთვის, მაგრამ წინ გექნებათ აი ძალიან ძლიერი, ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი დღეები, ისეთი წუთები, როგორცაც ოცნებობდით, რომ ერთად გაგეტარებინათ. გაჩუქებთ ეს ადამიანის მამაკაცი, გაჩუქებთ თქვენ ამ სილამაზეს, ამ რომანტიკას, ამ ემოციურ საკვებს მოგცემთ, რაც გჭირდებათ. ხოლო თუ თქვენ ხართ მამაკაცი, თქვენ ამას გააკეთებთ, მოიკრიბეთ ძალა და ეს თქვენს მამაკაცებას არ დააკნინებს, რომ ვერ გაუფრთხილდით ამ სიყვარულს და აყევით, ასე ვთქვათ, სხვა პირის ჩარევებს. დღეს ისეთი გაშლა გამოგვივიდა, ძალიან მაინტერესებს კომენტარები. ვისაც სურთ ჩემთან კონსულტაციის გასვლა, გავლა, მე ვარ ნათია შაი, ჩემი ნომერია 591233507. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიკი მკურნალი.
დღეს მივიღე მესიჯი, რომ რამდენიმე წლის წინ რომ მითხარიო, აი ეს ამისრულდა და მისი ემოციები და ეს კიდევ ორ მაგაც სასიამოვნო იყო. ერთია, როდესაც გაშლას ნახავს, რაილის ნახავს, უხარია, იმედი აქვს, ემთხვევა, რეზონინდება და მეორეა, როცა წერს, რომ აი რაც მითხარ, ისე წავიდა ჩემი ცხოვრება და გაყოფილია ამითი და რაღაცა ადამიანმა მიიღო ის ცხოვრების სცენარი, რაც ოცნებობდა და რაც სურდა. აი, აქაც ჩანს, რომ ამის რესურსი არის, რომ თქვენც მიიღოთ ის სცენარი, რომელიც გქონდათ თქვენი ურთიერთობის დასაწყისში, რომელსაც ოცნებობდით. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს დიდი დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ ემოციურად მიიღოთ ის ემოციები, რაც გინდოდათ რომ მიგეღოთ ერთმანეთისგან. გისურვებთ წარმატებებს, გაუფრთხილდით სიყვარულს. დროებით.